რა არის ტყუილი? ბავშვობის ტრამვა, თავდაცვა თუ სტრატეგია რომ გადარჩეს. ესე იგი ტკბილი ტყუილი ჯობს მწარე სიმართლეს. სწორი გამოთქმაა ეგ? მთავარია ის ვერ მიხვდეს, მთავარია ის კომფორტში ამყოფო. ანუ მეც მატყუარა გამოვდივარ. ორგანიზმი ისეთი ბრძნული მოწყობის მქონეა, რომ გვაგრძნობინებს რომ რაღაც ისე არ არის. манипуляторიც იქნებით თუ უნებლეთ იტყუება. ისეთია რომ მაინც ბავშვობიდან მოდის. სიმართლის ჟანგბად სუნთქავდა. მაშინ მას მოწამლავს ტყუილი. ეს არ არის ბედის წერა, რომელიც სადღაც ჩაიწერა. манипуляტორი ყოველთვის ცდილობს სხვა ადამიანი მოიხმაროს რაღაც სიმართლისთვის ბწყალებში დავსჯილვარ, რაც არ კლავს გვაძლიერებს. ასე ცხოვრობს, ასე ურთიერთობს, ამ გზით აღწევს თავისას. რა არის ზღვარგადასული სიკეთე? გვიწევს პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, კეთილი ტყუილის თქმა გეშტალტი გადაარჩენს. კი, კაცობრიობას და სამყაროს. გამარჯობა, მე ვარ ანა გრიგოლიშვილი. ჩემი ცხოვრება ძირითადად შედგება ოჯახისგან, მეგობრებისგან და სამსახურისგან. შრომობ ძალიან ბევრს და ძალიან მიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებ. სხვა შემთხვევაში ვერაფერს შევძლებდი. ცოტა ხნის წინ მომინდა ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ეტაპი შემომეტანა და პოდკასტის ფორმატში მესაუბრა. საინტერესო ადამიანებთან. იმდენად მიყვარს ადამიანებთან საუბარი და ემოციების გაცვლა, რომ ვიფიქრე ეს საუბრები თქვენთვისაც გამეზიარებინა. ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად გულიდან წამოსული. არანაირ კავშირში არ არის ჩემს ძირითად საქმიანობასთან. ეს ახალი წამოწყება ვთვლი, რომ იქნება ჩემი ცხოვრების ტკბილი დესერტი. ცოტა ვხელავ, მაგრამ იმედია ყველაფერი გამომივა. ბევრი ვიფიქრე, ვინ მომეწვია ჩემს პირველ პოდკასტში. ჯერ დავგეგმე მონოლოგის რეჟიმში მესაუბრა პირველ გადაცემაში. ქონდა შერჩეული ძალიან საინტერესო თემა, რაც ყველას დააინტერესებს. ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ. თუმცა გვპირდებით, რომ აუცილებლად ჩავწერ უფრო მოგვიანებით. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი პირველი სტუმარი ყოფილიყო თეა გოგოტიშვილი და გვესაუბრა თემაზე, რომელიც ყველას აწუხებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხმამაღლა არ საუბრობენ. გამარჯობა თეა. გამარჯობა თანა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მომეცით საშუალება, რომ დღეს თქვენთან ერთად მესაუბრა და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვა ეს ჩვენი პოდკასტი. მადლობთ მოწვევისთვის, ძალიან მყუდრო, კომფორტული გარემოა და მეც ვფიქრობ, ყველა პირობა გვაქვს, რომ საინტერესოდ წარმართოთ ჩვენი საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. თეა, დღეს მინდა ვისაუბროთ ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. манипуляция, ტყუილი და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა განვიხილოთ ამ ჭრილში. თეა, თქვენ ხართ გეშტალტ ფსიქოთერაპევტი. მაინტერესებს, რას მოიცავს თერაპიულ პროცესში გეშტალტ თერაპია? კეთილი. გეშტალტ თერაპიაში ფსიქოლოგიიდან ვარ მისული და რა თქმა უნდა ეს ფსიქოლოგიური კანონზომიერებები, რომელიც მეცნიერული თვალსაზრისით უკვე შესწავლილი მქონდა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიის არა მხოლოდ მაგისტრატურა, არამედ უკვე სადოქტორო თემაც მქონდა დაცული. შემდგომში გეშტალტ თერაპია მიიპყრო ჩემი ყურადღება, მანამდეც მუშაობდი პიროვნებაზე ცენტრირებული მიდგომით, მაგრამ გეშტალტს გაცილებით ბევრი რესურსი აქვს და მე ვინაიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში მივიღე, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია, სხვადასხვა მეთოდებს, ყველა მეთოდს, რომელიც თანამედროვე, ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპიულ, ფსიქოსაკონსულტაციო სფეროში არსებობს, საჭიროებიდან გამომდინარე, პროფესიული აქტუალობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ გავეცანი, არამედ ვეცადე, რომ ძალიან სიღრმისეულად შემესწავლა და ვიგრძენი, რომ გეშტალტ თერაპიას აქვს განუზომელი პოტენციალი. სიტყვა გეშტალტი ისეთ პოპულარული გახდა გეშტალტ თერაპია უკვე,
90-იანი წლებიდან და მგონია რომ ყველაზე ეფექტურია. ვიტყოდი, არ მინდა რომ რაღაც ურაპატრიოტულად გამოვიდეს რახან მაინც ეს მიმართულება შევარჩიე სამუშაო მიმართულება, თუმცა ყველა მიცის ალბათ უკვე და თუ არ იცის რომ გეშტალტი მთლიანობას ნიშნავს გერმანული სიტყვაა და ეს თერაპიული მიმართულება პიროვნების გამთლიანებაზეა ორიენტირებული და რის გამთლიანებაზე, რომ ჩვენი გონება, გრძნობები და ემოციები, ჩვენი ქცევითი გამოვლინებები იყოს თანხვედრაში და ჰარმონიაში ერთმანეთთან და რომ პიროვნება ასე მაქსიმალურად ახერხებდეს საკუთარი თავის დირიჟირებას, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ხშირად ადამიანს უნდა რომ გარკვეული მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, მაგრამ არ გამოსდის. ან კიდევ საკუთარ ფიქრებს ვერ მართავს, ან საერთოდ ემოციები და მისი გრძნობები სრულიად დაუმორჩილებელია მესთვის. და ეს მხოლოდ თერაპიული მოდალობა არ არის, ეს ხშირად ვამბობ, რომ სოფხედვა არის და სტილი და მიდგომა ცხოვრებისეული იმდენად ცვლის ადამიანს და იმდენად ეხმარება, რომ იყოს კარგად, აი კეთილდღეობა, ხო, ბავშვობის ტრავმებსაც განიხილავს. აუცილებლად და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბავშვობის ტრავმები პირდაპირ მოდის აქ და ახლა. და ფაქტობრივად მართავს ხშირად ადამიანს კრიტიკულ სიტუაციაში, ამოტივტივდება ხოლმე, ან მსგავს სიტუაციაში ამოტივტივდება და თერაპიულ პროცესში პირდაპირ ესე ლანგარზედებს ეს, რა თქმა უნდა, თუ პროფესიონალს, ასე ვთქვათ, უჭრის თვალი ერთის მხრივ და ასევე ადამიანს ვისთანაც ესე იგი დიალოგი მიმდინარეობს, აღღიაობა, მზაობა, განწყობა აქვს, რომ მან მოახერხოს, გადაამუშაოს ის ტრავმები, რომლებიც მოყვება, იმიტომ რომ ტრავმა, თუ კი ის ტრავმა არის, შეიძლება ეს იყო რაღაც სიტუაცია, რომელიც უკვე მოხერხდა და გადამუშავდა და აი ქართული სიტყვები ხო, მოუნელებელი რაც არის, ის არის ტრავმური, თორე თუ უკვე გადამუშავებული და მონელებულია, ეს არის წარსული გამოცდილება, რომელიც ხშირად სხვათა შორის შეიძლება ზრდიდეს კიდეც ადამიანს, იმიტომ რომ რაც არ კლავს გვაძლიერებს ეს ქართული გამონათქვამები ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სიბრძნის მატარებელი. მაგრამ ხანდახან არ გვსიამოვნებს მე პირადად, როდესაც ვეხები ბავშვობის ტრავმებს. ყველას გვაქვს რაღაც ტრავმა, ხო, გადატანელი ალბათ ბავშვობაში. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ გეშტალტისტი ვარ, რომ სულაც არ გჭირდება სპეციალურად ამასთან შეხება. ის რაც თქვენ დღეს ხელს გიშლით, აი იმას ჭირდება მხოლოდ, აი მე ჰუმანისტურ ეგზისტენციალური მიმართულების არის გეშტალტი და ჰუმანისტური ფსიქოლოგიიდან, კარლ როჯერსიდან მოდის ეს ძალიან სერიოზული დებულება, რომ ჩვენს ფსიქიკას თვითრეგულაციის უნარი აქვს. ანუ ადამიანს რომ გონია, რომ რაღაც მას ეტკინა, ეს ტკივილი მას იარი, ნაიარების სახით გინდა თუ არა მთელი ცხოვრება უნდა მიყვებოდეს, ეს არ არის. რიგ შემთხვევებში და ხშირ შემთხვევებში თვითონ ფსიქიკა როგორც ძალიან დიდი პოტენციალის მქონე, ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია ვიდრე ამაზე წარმოდგენა გვაქვს. ფსიქიკა ამუშავებს ამას და სხვა შორის გარემოებებიც უწყობს ამას ხელს, იმიტომ რომ შინაგანი სამყარო არ არსებობს გარემოს გარეშე, ჩვენ იმდენად ვურთიერთქმედებთ, აქაც იმდენად გეშტალტურია ჩვენი ცხოვრებისეული პროცესი, ანუ მთლიანობა გარემოსთან და შინაგან სამყაროსთან, როგორც ერთ მთლიანობასთან ურთიერთქმედება და სასაზღვრო ხაზი არსებობს, რა თქმა უნდა, და ამ საზღვარზე კონტაქტის პროცესი არის, რასაც სიცოცხლე ქვია, მაგრამ გარემოსა და შინაგან სამყაროს შორის კანი არის სასაზღვრო ზონა. იმდენად მთლიანობითია ჩვენი ყოფიერება, რომ კანი ითვლება სასაზღვრო ზონად. ანუ კანს შიგნით რაც არის, ხო, ჩვენი ორგანიზმული მოცემულობა და კანს გარეთ რაც არის აქ დაახლა რეალობა. ეს არის რაც ჩვენი სინამდვილეა. დანარჩენი ყველაფერი ფანტაზიებია. ეხლა მინდა შევეხო манипуляტორი ადამიანის ფენომენს. რა არის მისი ფსიქოლოგიური, თერაპიული, უფრო სწორად, დეფინიცია?
ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული ხშირ შემთხვევაში დეფინიციების და თეორიული თვალსაზრისით ერთი ნიადაგის მქონეა. კი, ფსიქოთერაპია აი ფსიქოლოგიაზე დგას და აქედან ამოიზრდება და ყველა მეთოდს აქვს თავისი ფსიქოლოგიური თეორია, რომელიც ასე ვთქვათ ასაზრდოებს ხო ამ მიდგომებს და თერაპიულ მეთოდოლოგიას. უნდა ვთქვათ, რომ ერთი არის მანიპულატორი ადამიანი, აი ესე ეთიკაში ვარ, ხა ეთიკის სფეროში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული და შეიძლება ითქვას, რომ არაეთიკურიც კი არის ესეთი, რომ ადამიანს მიაწებო ესეთი კლიშე, რომ ეს არის მანიპულატორი. ეხლა რატო? იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანის ქმედებას აქვს თავის წინაპირობა, რომელიც მას უბიძგებს, ასტიმულირებს, მოიქცეს ასე. და როგორც წესი, რასაც უწოდებთ, მოდი ვთქვათ, ასე ფართო გაგებით ვთქვათ, რომ მანიპულატორი და მანიპულაციური ქცევა, ეს არის იმგვარი მოქმედება, რა მოქმედებითაც ეს ადამიანი იმკვიდრებს თავის თავს ცხოვრებაში. ანუ ეს არის მისი ადაპტაციური მექანიზმი, ეს არის მისი დაცვითი მექანიზმი, ის ასე ერგება, ასე ადაპტირდება, ასე კრეატიულად ახერხებს თავის თვითდამკვიდრებას თავის რეალობაში და სამწუხარო ის არის, რომ ასე იმკვიდრებს, იმიტომ რომ მანიპულატორი ყოველთვის ცდილობს სხვა ადამიანი მოიხმაროს თავისი და გამოიყენოს თავისი მიზნებიდან გამომდინარე და ფაქტიურად დააზარალოს, დააზიანოს და ის არ ითვალისწინებს სხვას, არამედ პირიქით მისთვის ამოსავალი წერტილი არის საკუთარი მიზნებისთვის და საკუთარი ასე იგი მონდომების და საკუთარი მიზანსტრაფას დაუმორჩილოს ყველაფერი ირგვლივ და თუ რომელიმე ადამიანის ასე ვთქვათ პოზიცია ან მისი ინტერესები განსხვავებულია და კვეთს მის აი ამ ხაზს, ხო, მიზანსტრაფულობის ხაზს, ის ძალიან ოსტატურად უკვე მიჩვეულია ამას. აქაც ბავშვობიდან მისი მორგების მექანიზმი, მისი მორგების მოდელი, როგორ ახერხებს, რომ თავისი მინდა დაკმაყოფილდეს, ხო, თავის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მისი სურვილების რეალიზება. აი ამ გზით ხდება, ესე არის ეს ადამიანი, რაღაცა გარემოებმა მათ შეუწყო ხელი, რომ ესეთი ჩამოყალიბდა და ესე შეიძლება თქვათ, რომ ესეთი ხასიათის აქცენტუაციაც აქვს, ხო? აქ იყოფა აზრები, რომ ხასიათის აქცენტუაცია არის თანდაყოლილი, თუ ეს არის ის, რაც გარემოსთან ურთიერთქმედებით არის შეძენილი. ნუ აი გააჩნია მრწამს ფსიქოლოგიურს, ჰუმანისტურ ეგზისტენციალურ სფეროს ჯერა რომ ადამიანი რა თქმა უნდა იდეალური ვერ იქნება და არსებობს ყოველთვის პირობები, რომელიც ადამიანის ასე ვთქვათ არასრულფასოვნებას, მის სუსტ მხარეებს შეუწყობს ხელს, რომ ეს ასევე გამოვიდეს წინაპლანზე, მაგრამ მაინც არსებობს თვითაქტუალიზაციის ტენდენცია, ეს პოზიტიური ბირთვი, რომელიც ადამიანში არსებობს, მაინც ის ისწრაფის იმისკენ, რომ ეს დადებითი მიმართულებით განვითარდეს და ხშირად გარემოებები აი ესე ურთიერთქმედებს ამ შინაგან ტენდენციებთან, რომ ნეგატიურ შედეგზე გამყვანი ხდება და აი ეს მანიპულატორები, რომლებსაც შეიძლება უკვე ხასიათში აქვთ ეს, რომ აი უბრალოდ ესეთი ტიპაჟია ეს. ასე ცხოვრობს, ასე ურთიერთობს, ამ გზით აღწევს თავისას. ის ყოველთვის, ესე იგი, ცდილობს, რომ ისეთი მოქმედებები განახორციელოს, რაც ყველა შემთხვევაში საკუთარ საწადელს მიაღწევინებს და სხვა ადამიანი გადახაზული აქვს. ფაქტობრივად მის თვალსაწიერში, ხო, აი გათვალისწინება ეს სიტყვა ნიშნავს, რომ თვალწინ ყავდეს მეორე, რომ იმას ესიამოვნება თუ გული ეტკინება, ვთქვათ, იმას გაეხარდება თუ ის დაითრგუნება და შეიძლება დაინგრევა კიდევაც აი ამ მოქმედებით. მანიპულაციურ ქცევას ნაკლები ინტერესი აქვს ამ. ყველა ადამიანში არ არის მანიპულატორი?
მოდი ვთქვათ, ყველა ადამიანში манипуляტორი არის თუ არა მე არ ვიცი, მაგრამ მეტნაკლებად ალბათ, მაგრამ ყველა ადამიანი რაღაც შემთხვევაში შეიძლება манипуლირებს. რაღაც შემთხვევაში შესაძლოა манипуლირებს. აი ამ კუთხით შევხედავ, რომ რამდენად შეიძლება აი ეს манипуляცია უნებელიც კი იყოს ზოგ შემთხვევაში. როდესაც ვთქვათ, მშობელი ბავშვს ეუბნება, რომ მოდი მიირთვის ადი და შენ თუ ახლა ამ სადილს გემრიელად მიირთმევ, მერე გექნება სიურპრიზი, შეიძლება გემრიელი ნამცხვარი ან შოკოლადი ან ტორტი. არის თუ არა ეს манипуლირება, მის ბავშვის ინტერესებისთვის ასტიმულირებს, ვთქვათ, მას, რომ აი საჭირო საქციელის ქცევის შემდგომ ის დაჯილდოვდება. მაგაგებით მთელი ამერიკული ფსიქოლოგია, კოგნიტურ-ბიჰევიორული მიდგომა, რომელიც დაჯილდოვება აღკვეთაზე დგას, როგორც ადამიანის კონსტრუქციული ქცევის, ასე ვთქვათ, მართვის შესაძლებლობა, მასე თუ შევხედავთ, ესეც манипуляცია, მაგრამ არა. მაგრამ სარგებელს ხო არ იღებს ის ადამიანი, აი თუნდაც ბავშვის მაგალითი ახსენეთ, დედა ხო არ იღებს სარგებელს, რომ ბავშვმა მიირთვას, ვთქვათ. იღებს. ასე თუ შევხედეთ, იმ დედა მიშრომა მოამზადა ეს, ან გამოიძახა ეს, ასე ვთქვათ, სადილი, ხო? და თავის დანახარჯი განახორციელა, რესურსი დახარჯა, რა ვიცი, პირადი თუ ფინანსური რესურსების ხარჯვა და მას უნდა რომ ეს შედეგიანი იყოს და ფუჭად არ დაიხარჯოს. რა თქმა უნდა, ვაუტრირებ ხა თქვენ გესმით, რომ ესე არ არის და ცალმხრივად საერთოდ არაფრის შეხედვა კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ შეიძლება. მე პირველი მოწინააღმდეგე ვარ ამის. ზოგმა იცის ხოლმე კითხვის დასმა, რომ აი მიმიკა ასეთი, წარბის ასეთი, ასე იგი, ამდენი გრადუსით აწევან, როდესაც ადამიანი ასე ზის, ან ხელები ასე უწყვია. რას ნიშნავს ეს? ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეუძლებელია იმსჯელო, ეს ძალიან ხელოვნური და ძალიან არაბუნებრივია, იმიტომ რომ არ არსებობს დეტალი კონტექსტის გარეშე. ეს არის გეშტალტური ხედვა, რომ ყველაფერი კონტექსტუალურად უნდა დავინახოთ და ის რა არის, რაც ადამიანის მამოძრავებელია, მისი მოტივი რა არის, გარემოში მისი ოპერირება, გარემოსთან კონტაქტი, ანუ რა მოტივაციით, რა მიზნებით ხორციელდება. აქ შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ, აქ არის манипуляციური ქცევა თუ არ არის, მაგრამ თუ ძალიან, ესე იგი, გამოვყოფთ ესე, რომ აი ადამიანი როგორ იყოს ფრთხილად, რომ არ აღმოჩნდეს აი ამ მსხვერპლი, იმიტომ რომ манипуляტორული ქცევის ადამიანები ძალიან დახელოვნებულები არიან და ადვილად, ასე ვთქვათ, გააცურებენ ხოლმე თავის კონტაქტის ობიექტს. იცით, აი პირველი რაც არის, რომ ქცევის მახასიათებელი არის მეორე ადამიანის მუდმივად დადანაშაულება. ანუ რომ ბრალეულად აგრძნობინოს თავი. სულ უნდა აგრძნობინოს თავი დამნაშავედ. ამით ემოციებზე თამაშობს. თუ ის უპოვის სუსტ წერტილს, აი სად გრძნობს ის სინდისის ქენჯნას, სად გრძნობს აი შინაგანი ცენზურა, სად იწყებს მას მის, ასე ვთქვათ, მოწოდებას, რომ აი ეს უხერხულია, აქ არ არის სწორი, ანუ რომელ ემოციურ სუსტ წერტილებს უპოვის და მუდმივად დააჭერს მერე იმაზე, რომ აგრძნობინოს თავი დამნაშავედ და გააკეთებინოს ისეთი რამ, რაც ამ დანაშაულის გაცდას მოაცილებინებს თავიდან და გადაალახინებს, ხო და მართლად აგრძნობინებს თავს. თქვენ ახსენეთ მსხვერპლი. თუმცა манипуляტორი ადამიანი ყოველთვის თვითონ გვაჩვენებს, რომ არის მსხვერპლი და ჩვენ მიტოვებს ისეთ შეგრძნებას, რომ ის არის მსხვერპლი. ხო. და ზუსტად იმის გადავარჩინოთ. ხო. იმის გაგრძელება, რასაც ამბობთ, ხო? манипуляტორს ახასიათებს ხომ, რომ შეაბრალოს თავი. მაგრამ ეს არის ფაქტობრივად, აი თუ ეს გამეორებადია, თორე ახლა ყველა ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს თანაგანცდის, თანაგრძნობის საჭიროების, სასიცოცხლო საჭიროების მდგომარეობაში. როგორ ახლა ხო ნებისმიერი ადამიანი შეიძლება განსაცდელში აღმოჩნდეს და ითხოვოს დახმარების ხელი, სადაც მას თვითონ აღარ შეუძლია თვითდახმარება და ჭირდება გვერდზე მდგომი ადამიანი, რომელიც მას დაეხმარება. მაგრამ აქ
გამეორებით ქცევაზეა, ქცევით პატერნზეა ლაპარაკი, რომ ეს ხშირად აკეთებს ამას, რომ ის სულ თავს აცოდებს. სულ საცოდავია. მე რაც მთავარი არის, რატო არის საცოდავი, იცით? რომ ის ვისაც აცოდებს თავს, იმის პასუხისმგებლობა და იმის ბრალია ეს საცოდაობა. კი. ხო და იმას უნდა აგრძნობინოს თავი, რომ ნებით თუ უნებლიეთ მის გამო ეს ადამიანი არის სავალალო და შესაბრალის მდგომარეობაში, გესმით? და აი ვერ წარმომიდგენია ხა მე თუ მაგრძნობინებენ რომ მე ჩემს გამო სხვა ადამიანი ცუდად არის, როგორ შეიძლება რომ ამის მიმართ გულგრილი დავრჩე, არც კი ვიცი. და ხშირად როცა ვერ ხვდებით რომ манипуляტორთან გვაქვს ამაშია საქმე, საქმე, რომ თუ ადამიანი ორჯერ, სამჯერ, სულ ასე ვთქვათ, აი ასეთ მდგომარეობაში მაყენებს, რომ სულ ჩემ გამო ცუდად არის ის. რაღაცა სულ მე მეშლება, სულ მე ვუშვებ შეცდომას, მე აუცილებლად უნდა დავფიქრდე. გავაკეთო პაუზა, უნდა ვდისტანცირდე აუცილებლად აი ამ სიტუაციიდან და შევხედე უნდა რომ დავაკვირდე უნდა რომ რა ხდება, როგორ არის რომ სულ მე ვდგამ ისეთ ნაბიჯს, თვითკრიტიკა არ არის თვითგვემა, თვითკრიტიკა არის რომ შევხედოთ ჩვენ თავს კრიტიკული თვალით, თუმცა არ ნიშნავს რომ თვითბრალდების თვალით შევხედო. კრიტიკულად ნიშნავს რომ გადავხედო კაცო რა ხდება, როგორ არის რომ მე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ სულ ისეთ მოქმედებებს ვახორციელებ, რომ ეს ადამიანი სულ ასე ვთქვათ, ჩემი მოქმედების შედეგად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. რას ვაკეთებ? ეხლა რომ ეს ადამიანი სულ ჩემგან დაჩაგრული, ჩემგან სავალალო მდგომარეობაში მყოფი აღმოჩნდება ხოლმე და აი თუ მოხერხდა რომ ადამიანმა ობიექტივაცია მოახდინა, ნახე ეს სიტყვა თვითონ გვეუბნება რომ ობიექტად გაახადა საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, დისტანცირდა საკუთარ თავთან და დაკვირვების ობიექტად გადააქცია საკუთარი თავის სიტუაციაში. მარტო საკუთარი თავი განყენებულად კი არა, იმ სიტუაციაში, სადაც კონტაქტი საზღვარზე არის არა მესთან, იმ სხვასთან, რომელიც მას ამ წუთში თუ ამ საკითხს როგორც მაგალითს განვიხილავთ, რომ ისევ ეს ადამიანი აღმოჩნდა ჩემს გამო დაჟარალებული და გამოხატავს, რომ შენ ამის შენი ბრალია მე ესე ვარ, ან არ შეიძლება არ ამბობს, მაგრამ მიმანიშნებს, ხო? არ არის აუცილებელი, რომ შუბში მიახალო, შეიძლება მიანიშნო ადამიანი, რომ აი შენი თქმის, შენი მოქმედების, შენი რაღაცა პოზიციის გამო მე ისევ რა ხანდახან ვერ ხვდებით, ხო? მთელი ცხოვრება გადის ისე, გვაქვს манипуляტორ ადამიანებთან შეხება, მაგრამ მთელი ცხოვრება ვიდანაშაულებთ ჩვენ თავს და ვერ ხვდებით. ეგეთიც ხო ხდება. როგორ არა, რამდენიც გნებავთ. ტოქსიკური ურთიერთობები და ეს ტოქსიკური იმიტომ ქვია, რომ მოწამლულია ეს ველი, ურთიერთობის ველი. მოწამლულია იმით, რომ ერთი ცალმხრივობა, ნახეთ სიტყვა ქართული ეს ურთიერთობა. ეს არის ერთობა, რომელშიაც ანუ ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში იმყოფება ორი მხარე. როგორც კი აქ ცალმხრივობაა, რომ ერთი მომსახურე პერსონალია, მეორე სულ მიმღებია, ანუ ერთი მომხმარებელია, მეორე მომსახურეა. ერთი სულ მართალია, მეორე სულ დამნაშავეა. ერთი, ასე ვთქვათ, გენიოსია და მეორე ბრიყვია. არ ხდება ესე. ხო? რაღაც შემთხვევაში ერთი არის შეიძლება უფრო საღი და გონივრული პოზიციის, მეორე სიტუაციაში შეიძლება მეორეს ისეთი წვდომა და სიბრძნის, ასე ვთქვათ, გასხივოსნება კონდეს, რომ იმ პირველს არც დაესიზმროს, ხო, ასეთი. ამიტომ აი ეს ღიაობა ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის მიმღებლობა, ან ამის საპირისპირო, ჩაკეტილობა და მიუღებლობა და სულ საკუთარი მართალი პოზიცია
პოზიციის დემონსტრირება. ეს რას აი ესეთი ცნება არსებობს განწყობის ფსიქოლოგიაში პოზიციური აზროვნება. რომ ადამიანები კი არ დიალოგში იმისთვის კი არ არიან, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ, კომპრომისი მოძებნონ, ან გადაკვეთის წერტილი. არა. ისინი აი რომელია მართალი და რომელია მტყუანი. ამაზე მიდის მთელი პოლემიკა. მთელი ჩვენი პოლიტიკური რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ, არის ამ სრულიად არაჯანსაღი დიალოგების დემონსტრაცია. ურთიერთობის ველის დაბინძურება, ხო? იქ საერთოდ ურთიერთობა არ არის იქ ურთიერთობა. არის მეს პოზიციის რაც შეიძლება მეტად არგუმენტირებულად, როგორც მართალი პოზიციის დამტკიცება და აპრიორი იქვე მეორე პოზიციის, როგორც მტყუანის, როგორც არასწორის და წამგებიანის თუ რა ვიცი, დანაშაულის მქონეს წარმოჩენა. აი, ამაში ვართ ჩვენ გახლეჩილი საზოგადოება, რომ ერთი მართალია, მეორე მტყუანია. მეორე მხარე როგორ არის? მე ვარ მართალი, შენ ხარ მტყუანი. ის კი არა, რომ მოდი ვნახოთ, შენ რაში ხარ მართალი? და მოდი მე ვილაპარაკოთ, იქნებ მეც ვარ რაღაცაში მართალი. იქნებ დავფიქრდეთ, რომ აი ვინ რაში ვცდებით, ან ვინ რაში ვართ მართალი, მოდი იქნებ ეს გავარჩიოთ. რომ საბოლოო ჯამში შევთანხმდეთ, რომ ამაში შენ ხარ მართალი და სხვა რამეში მე. თუ ამის განწყობა არ არის, იქ არის მე ვარ მართალი, შენ ხარ მტყუანი და მე შეიძლება ცემატყეპამდე მივიდეს საქმე, რაც ასევე პირდაპირ თვალსაჩინოდ ხშირად ხდება ჩვენ რეალობაში. არის რამე რეცეპტი არსებობს, რომ ამოვიცნოთ манипуляტორი ადამიანი? კი, პირველი არის ის, რომ უნდა დაუკვირდეთ ეს ადამიანი მუდმივად სულ თავისი ინტერესების თვის იღწვის თუ მეც მითვალისწინებს. როგორ ურთიერთობს ჩემთან, რომ სულ თვითონ არის მართალი და მე სულ მტყუანი ვარ, თუ ზოგჯერ დაფიქრდება, იქნებ მეც რამეში მართალი ვარ. სულ მე მამტყუნებს და თავისი მიზნის მისაღწევად თავის სიმართლის დროშას აფრიალებს, თუ რიგ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრდება და აღიარებს კიდევაც, რომ ეხლა ამ მომენტში მე რაღაცაში ვცდები. აი სად არის მე ჩემ ემოციებზე, ჩემი ემოციებით თამაში ხდება, რომ მე სულ უნდა დამნაშავე ვიყო და მე სულ ისა ვარ, რა ქვია, მცდარი ვარ, თუ ზოგჯერ მეც ვარ მართალი და ის ცდება. და როგორ ხდება, ანუ აი ეს ურთიერთქმედება ერთმანეთთან, რომ ცალმხრივობაა, საკუთარი მიზნებისთვის, საკუთარი მინდას მიღწევისთვის, რას აკეთებს ეს ადამიანი? манипуляტორი გადააბიჯებს ყველაფერს. და არ გამოსწორებადია манипуляტორი ადამიანი? ცოტა ცუდი სიტყვა ხარი, ალბათ შეიძლება, მაგრამ შეიძლება თუ არა ის შეიცვალოს. შეიცვალოს. მე გეტყვით, რომ манипуляტორიც და ყველაზე წყალწაღებული ადამიანიც ფართო გაგებით დადგება ხოლმე ესეთი აქტუალობის წინაშე, რომ გადახედოს თავის თავს და მოინდომოს, რომ რაღაცა შეცვალოს, თუ კი ის აღმოჩნდება კრიზისში. მაგრამ აი ადამიანები როგორც გამიგია, რომ ხასიათით არ იცვლებიან. იცით როგორ არის? ხასიათი ყველაზე მყარი ცვლადი არის პიროვნული და ხასიათი შეიძლება ესე იგი სავლე პავლედ ვერ გარდაიქმნება, მაგრამ ხასიათის ცვლილებაც საკუთარ мотиваციაზე და მონდომებაზე არის. მაგალითად, ადამიანი, რომელიც არის უფრო მეტად საკუთარ თავში ჩაკეტილი, ხო? აი ყველაზე მყარი ასეთი მახასიათებელი არის, რომ ინტროვერტი არის უფრო მეტად თუ ექსტრავერტი. ანუ თვითკმარია და საკუთარ თავთან ისედაც მშვენივრად არის და აღარ ჭირდება დიდად ეს სხვები, თუ მას სულ ჭირდება სხვა ადამიანები იმისთვის, რომ თვითონ იგრძნოს თავი შინაგანად კომფორტულად. აი ესე ძალიან უხეშად რო დავყოთ, აი ვიცი ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად საკუთარ თავზე ორიენტირებულები, საკუთარ თავთან მყოფები და მერე
რაღაცნაირად დაინახეს, იცით, мотиваცია შეექმნათ, რომ უფრო გახსნილიყვნენ, უფრო მეტად სხვა ადამიანთან კომუნიკაციაზე ორიენტირი აეღოთ და ეს მოხდა ცნობიერად და შეგნებულად. აი მაგალითს გეტყვით, ახლა დღეს მოვდივარ მე, ვთქვათ, ჩემი ცენტრიდან და დღეს იყო ჩემთან მაგალითისთვის, ხო, ესეთი ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც პირდაპირ მოვიდა და მითხრა, რომ მე ვარ მორცხვი. არის თუ არა ხასიათისთვისება სიმორცხვე? ეს ადამიანი დაამორცხვა მისმა გარემოებებმა და აღზრდამ, თუ არ ვიცი ის რაღაცა გენეტიკურად ამ გაგებით ქცევის მოდელირება მოახდინა თავისი მორცხვი მშობლის. მე ეს არ მაინტერესებს ახლა, რომ იქ ვეძებოდა არქეოლოგიური გათხრები ვაწარმოო, ის რატო არის ესე. ჩემთვის მთავარია, რომ მას უნდა მართლა, რომ ის უფრო მეტად გაიხსნას, უფრო მეტი, თვითონ თქვა ეს სიტყვა, გამბედაობა მეტი კონდეს. და შევახო უნდა ხელი შეუწყო, რომ შეეხოს და იგრძნოს აი ამ შინაგან ინტენციას, ამ შინაგან მონდომებას, რომ მე მინდა უფრო მეტად ვიყო გახსნილი და უფრო მეტად გამბედავი, უფრო მეტად თავისუფალი, უფრო მეტად შევძლო, რომ ურთიერთობაში გამოვხატო ჩემი თავი. აი ეს თემები იყო, რაზედაც დღეს ჩვენ ვიმუშავეთ და აი ანუ ამის გაკვეთილები არსებობს, ხო? და გეშტალტ თერაპია ამ გაკვეთილების ჩატარებაშია. ხო, როცა აი ეს მე შენ ურთიერთობა, ნახეთ, აქ რა არის განსხვავებული, რომ მხოლოდ გონებით არ მივდივართ ჩვენ. და მხოლოდ ქცევების ცვლილებაზე არ ვართ ორიენტირებული. ჩვენ გრძნობად ემოციურ სფეროში ისეთ კონტაქტს ვამყარებთ, რომ ადამიანმა აქ და ახლა იგრძნოს, როგორია იყოს უფრო გამბედავი და ეს გახდეს მისი გამოცდილების საყრდენი. დღეს ამ ადამიანმა, ამ ახალგაზრდამ ჩემთან ურთიერთობაში უფრო მეტი გამბედაობის გამოცდილება მიიღო. მან იგრძნო, როგორ შეიძლება იყო უფრო მეტად გახსნილი, ღია და მე მასთან ურთიერთობაში ამის ხელმშემწყობი ვარ. აქ რელაცია, ანუ ურთიერთობა, აქ და ახლა ხელშემწყობი უნდა იყოს ამის, თუ მე კარგი სპეციალისტი ვარ და მაქვს ამის ამბიცია. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია თქვენთან ადამიანმა გაისაუბროს და სხვანაირად. იცით, აი ეს არის, რომ ვერ იქნები გეშტალტისტი კაბინეტში და ოთახში და აუდიტორიაში. ეს ან არის ადამიანის ბუნებრივი ცხოვრებისეული პრინციპები, ან არ არის. ამაზეა საერთოდ ნებისმიერი მე რომ მკითხო პროფესიონალიზმი, რომელიც მუდმივად განვითარების, ასე ვთქვათ, ხაზს გადის, განვითარების პროცესში ყოფნას გულისხმობს, კიდევ უფრო მეტი ზრდა, ვთქვათ, პროფესიული და პიროვნული, ეს არის ის, რაც კარგი პროფესიონალიზმის ან ნაკლებ პროფესიონალიზმის გამოხატულებაა და როცა ადამიანმა იცის რა არის ღირებული ფასეული და ყოველდღიურობაში ცდილობს, რომ აი იქ იყოს, იმის ხელშემწყობი იყოს, რაც მისთვის ფასეულია, მე ხდება პროგრესი. აი ის ახალგაზრდა მაგალითისთვის, რახან ამ მაგალითს ვეხებით, ხო, ის გზნობს რა არის უკვე, უფრო მეტი, ვიდრე 1 საათის წინ, უფრო მეტი ღიაობა რა არის, ნაგრძნობი აქვს და ნახეთ, ის რაც ნაგრძნობია, ის არის წარუშლელი. მუშაობა აღარ ჭირდება საკუთარ როგორ არა და ნახეთ რა არის პარადოქსი, ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს იძლევით ანა მიგეკითხეთ და პირდაპირ აი ქმით როგორ ჩაწოდება ხო არის ჩოგბურთში, ჩააწოდებთ ბურთს. ნახეთ, ესე არის ჩვენი ფსიქოფიზიკა მოწყობილი, რომ ერთხელ რომ ვიგრძნობ, ეს უკვე საყრდენი ხდება. რა თქმა უნდა, მას მიაქვს სახში სამუშაო მასალა. გეშტალტში ეს არის ექსპერიმენტირება. ქართულ ენაზე ეს არის ცდაბედის მონახევრია. ის ცდილობს იმას, რაც გააკეთა ჩემთან, ჩვენ რაც გავაკეთეთ ერთად ამ შეხვედრაზე, ხო? და ის რაც იგრძნო მან და რაშიაც უკვე საყრდენი გაუჩნდა, მე ის აგძელებს ამას. რა თქმა უნდა, მე ფოკუსში მოუქცევ, რომ აი ეს არის ის, სადაც საჭიროა
მცდელობების გაგრძელება ნიშნავს კიდევ და კიდევ მეტი დაგემოვნება. რა არის იყო გახსნელი? რას გძნობ, როდესაც შენ დგამ ნაბიჯს წინ? და რა არის შენთვის, როცა შენ ნაჭუჭი ამის პოლარობა, გეშტალტში პოლარობები გვაქვს, ანუ როგორია იხევდე უკან. მაგალითად, დღეს მან ორი ვარიანტი მოსინჯა. როგორია თქვა, მე მინდა გამბედავი ტონით, მისთვის გამბედავით. თორე ჩემი მე მინდა სხვა რეგისტრში ჟღერს. მან თავის რეგისტრში უნდა გააჟღეროს, მე მინდა გამბედავად და მე იგივე თქვას გაუბედავად. და ის გძნობს განსხვავებას, რომელია აი ამ ორ პოლუს შორის, რომელია მისთვის მიმზიდველი და ეყრდნობა მე ამას და აგრძელებს, რა თქმა უნდა, ექსპერიმენტირება, რასაც ჩვენ ექსპერიმენტს უწოდებთ, ეს არ არის კოლბების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კოლბებში რა ასხია სითხეები ამის და რა გამოვა ბოლოს. ეგ არ არის ცის და შეცდომის გზით მოქმედება, ეს არის ის, რასაც ახალთან შეხება ქვია და საყრდნებზე გამყარება, რომელიც პროცესში, მე შენ ურთიერთობის პროცესში, გეშტალტ თერაპიულ პროცესში იბადება როგორც ახალი გამოცდილება. და რა მაინტერესებს თეახარ ასე რომ მანიპულატორს თუ გაუჩნდა თვითკრიტიკა, რომ აღარ უნდა რომ ეგეთი იყოს. მას შეუძლია თუ მიხვდა ხო? თუ მიხვდა და კრიზისი ვახსენე, კრიზისი ფსიქოლოგიაში და შესაბამისად ფსიქოთერაპიაში მით უმეტეს გეშტალტში არის რესურსი ცვლილების. კრიზისული სიტუაცია თავისთავად არის რესურსული, რომ ახალ სიმაღლეზე გახვიდე, ახალ ესე იგი სივრცეში გარღვევა მოახერხო. ამისთვის არის კრიზისი, რომ სიახლისკენ გადადგა ნაბიჯები, იმიტომ რომ ის ძველი აღარ მუშაობს. არ რაღაცა სიტუაციებია, რომელიც თავის თავს ჩიხს ქმნის და მერე უნდა მოხდეს აფეთქება და ახლისკენ წასვლა. და ეს სამუდამოდ რჩება? თუ შეიძლება კიდევ გადაუხვიოს, ასე ვთქვათ, ბრწყალებში გზას. სამუდამოდ არაფერია, ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია ამ სამყაროში. უნდა იმუშაოს. სხვა სამყაროში ჩვენ არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ამ სამყაროში რომ ყველაფერი ცვალე ბადია, ეს აღმოსავლური სიბრძნეც არის, რაც გეშტალტში ბევრია ძენი, რომ ყველაფერი იცვლება და არაფერი არ დგას ადგილზე. და ის რომ მე დღეს დავძლე კრიზისში, სულ არ ნიშნავს, რომ ზეგდილას ახალი არ დაიწყება. მაგრამ ჩემი მზაობა იმისთვის, რომ კრიზისში თავში ხელების ცემა არ, ასე ვთქვათ, ძალიან არ ჩავყვე. შეიძლება ერთი შემოირტყა, მაგრამ ძალიან რო არ ჩაიძირო ამაში და დაიწყო ირგვლივ გახედვა, გამოხედვა, რომ რა რესურსები არსებობს გარეთ და მე შიგნით ჩახედვა, ან პირველი შიგნით ჩახედვა და მე გარეთ, კანს გარეთ გაფაციცება, რა არის აქ, რაც შეიძლება, რასაც შეიძლება მოვეჭიდო და ახალ სივრცეში ბიძგის სტიმულის მიმცემი გახდეს, ხო? ამიტომ თავარი მონდომებაა, რომ ადამიანის თავისუფალი არჩევანი და მისი ნებელობა არის განუზომელი ძალის მქონე, ამაში არაფერი სიახლე არ არის. ადამიანის ნებაში არის ყველაზე დიდი ძალა. და თუ თავისით ვერ ახერხებს, რა ვიცი, შეიძლება ძალიან მეხერხებოდეს დიზაინი მაგალითისთვის და რაღაც, ვთქვათ, ამხრივ კონსტრუირება. რატო თუ კი მე რაღაც ისეთი სირთულეს წინ ვარ, სადაც ჩემი დიზაინი აღარ მოქმედებს, აღარ გავყავარ იმ რეზულტატზე, რა შედეგით მე მინდა მივიღო. მე აუცილებლად უნდა დიზაინერთან მინიმუმ ერთი კონსულტაცია გავიარო. ამიტომ არ არის საჭირო ეს რაღაცა ყველაფერში ყოვლის შემძლეობა და ყველაფერში სიბრძნე, ხო? მე ყველას ვურჩევ, რომ ფსიქოლოგთან მივიდეს და ელაპარაკოს, როცა რაღაცა პრობლემა აქვს და ძალიან ხშირად მომისმენია ისიც, რომ რატომ მეგობარი ხომ მყავს დაველაპარაკები. ძალიან სწორს ამბობენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ მეგობრები არიან ის ადამიანები წესით. ყოველთვის არა. რომელთაც მოსმენა შეუძლია. იმარეს ჩევებს ხო ვერ აძლევენ. არავითარ შემთხვევაში არ არის საჭირო, რომ მე ვურჩიო ვინმეს რაიმე. მეც გეტყვით, მეგობარი, რომელიც ამბობს, რომ შენ ასე უნდა მოიქცეო, ის ცდება. იმიტომ რომ მეგობარი, რომელიც უსმენს
და მეორეს მხრივ თავისას აზიარებს თუ კი მსგავსი გამოცდილება ქონდა და იმას კი არ ეუბნება რომ შენ ასე უნდა გააკეთო, ის უზიარებს თავის გამოცდილებას. აი ეს არის სწორი არჩევანის საშუალებას უტოვებს. რაღაც სხვა რაკურსის ესე იგი სუბიექტური, ყოველთვის სუბიექტურია, ყველაფერი სუბიექტურია აბსოლუტურად. არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება და თუ მე ჩემსას ვაზიარებ და ვეუბნები რომ იცი რა მე ასეთ დროს თქვათ ამას ვაკეთებ. ეგ სულ არ ნიშნავს რომ შენც იგივე უნდა გააკეთო, მაგრამ მე თუ გეუბნები რომ შენ ეს გააკეთე და ეს არის სწორი, ეს ცით რამხელა პასუხისმგებლობაა რომ მეორე ადამიანი საკუთარი სიმართლით ატარო და იქნება ეს მისთვის არით მარცხის და გრევის გზა არის. იმიტომ რომ ჩემთვის იყო აღმშენებლობის გზა. ნიშნავს რომ შენთვისაც ეგეთივე იქნება? ჩვენ ხო სხვადასხვა ორგანიზმები ვართ და ერთ ორგანიზმს 22 გრადუსზე ცხელა და მეორე იყინება. ცივა თრთის და კანგალებს. და მოდი 22 გრადუსზე ეს და ეს ჩაიცვი. ეხლა მეტაფორულად რაღაცა. კი, არა, და ძალიან საინტერესო შედარება. ხო, არ არის სწორი. და თუ ჩვენი მაყურებელი გვისმენს და ის მიდის, ვისაც არ ეზარება რომ არ ღირს ძვირი, რომ და კარზე გამოაკრა, რომ გქვია ფსიქოლოგი. და არაფერი კვალიფიკაცია არ გაქვს ამისი. მივა სადღაცა. და მას ეტყვიან რა უნდა გააკეთოს მან, იცოდეს რომ ის არის მცდარ ადგილზე. მაგრამ თუ იქ იქნება დიალოგი და თუ იქნება მხარდაჭერა იმის რომ იმ ადამიანმა ვინც მივიდა თავისი სირთულის ირგვლივ სასაუბროთ და რაღაცა გამოსავლის საძიებლად, თუ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი დამხმარეა რომ მან მოიძიოს თავისი ოპტიმალური გზები, მაშინ ის სწორ გზაზე დგას. თია, რა არის ტყუილი? ბავშვობის ტრამვა, თავდაცვა თუ სტრატეგია რომ გადარჩეს? სამივე ერთად არის. სამივე ერთად არის. ხო, ხუმრობით ნახევრად, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ტყუილის ფსიქოლოგია ძალიან კარგად შესწავლილი სფეროა. ადამიანი იტყუება იმისთვის, რომ აიცილოს თავიდან ასე ვთქვათ, მისთვის უარყოფითი შედეგები. ძალიან ზოგადად ვამბობ ხა და ჩემი სიტყვებით, ხო? ანუ ბავშვი იქნება, ეს დიდი იქნება, რასაკისაც გინდათ იყოს ადამიანი, ის არ ამბობს სიმართლეს, იმიტომ რომ სიმართლე მისთვის რაღაც მისთვის არასასურველს და მისთვის უარყოფითს უქადის. ნახეთ რა ფართოდ ვამბობ ამას. ბავშვს აქვს მოლოდინი, რომ თუ სიმართლეს იტყვის, დასჯიან. მერე შეიძლება მოვიდეს ეს და გაფართოვდეს საზღვრები და სიმართლე არ თქვას ადამიანმა იმისთვის, რომ უსიამოვნებები აირიდოს ურთიერთობაში, ხო? კიდევ უფრო ფართოდ რო შევხედოთ, არ ამბობენ სიმართლეს, იმიტომ რომ ვერ გაგების რისკს ირიდებენ თავიდან. ძალიან ხშირად მაგალითად მოზარდები ამბობენ, რომ მე არ ვეუბნები ჩემ მშობელს სიმართლეს, იმიტომ რომ მაინც ვერ გამიგებს. რა არის მე ამაში? მოდი შევხედოთ ესე ძალიან ისეთი მარტივად ვეცოდოთ შეხედვას, რომ აი რა პრობლემაა? ვერ გაგიგებს რა. ძალიან მტკივნეულია. ფაქტიურად სიმართლისთვის სიმართლის თქმის თავის არიდება ტკივილის არიდების, ტკივილის პრევენცია არის. ადამიანი იტყუება იმის გამო, რომ მას უსიამოვნება უქადის. მის ხედვაში ესეა და ყველა ადამიანის აღქმა არის ერთი და განუმეორებელი რეალობა. მე რო ვთქვა, რომ იცი რა სისულელეა, აქ არაფერი პრობლემა არ იქნება შედეგობრივად, ხო? მის განცდაში ესეა და მის აღქმაში ესეა და მის თვალსაჩინში ასეა. მაინც ალბათ სადღაც შიშამდე მივდივართ. ყველა კომპონენტი რაც ჩამოთვალეთ თუ ვიტყვით ესე ძალიან მკვეთრად და უხეშად, ხო, რაღაც ეშინია. ახლა ეს ძალიან ისე ჟღერს, ხო? ხო, ნუ გადამეტებულად. ხო, მაგრამ რაღაცას არიდებს თავს. უფრთხის რაღაცას, ხო? უფრთხის.
მაგალითად ადამიანი არ ეთანხმება მეორეს და სულ თავს უქნევს. ტყვილი ხო არის რომ დაეთანხმო იმაზე, რასაც არ ეთანხმები, არ არის ტყვილი. აი, მაგაზე არასოდეს არ მეფიქრია. რომ უქნევ თავს და სინამდვილეში გულში ფიქრობ, რომ ნუ რაზეა ლაპარაკი, არ ეთანხმები და უქნევ თავს. ტყვილია უკვე. არ არის გულწრფელობა არ არის, ალსახად არ არის. მაგრამ ხანდახან ხომ არ გინდა რომ ადამიანს გული ატკინო. ესე იგი ეხა წამებში ძალიან ბევრი რამე გავიაზრე და ანუ მეც მატყუარა გამოვდივარ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანს მანიპულაციის სიკეთის არ იყოს, არ არსებობს რაღაც თვალსაზრისით, რაღაც დოზით. რომ მე არასდროს არ უნდა ვთქვა არასოდეს, ხო? არასოდეს არ თქვა არასოდეს. როდესაც არ გინდა ადამიანს ატკინო. კი. და არ შედიხარ პოლემიკაში, იმიტომ რომ იმისთვის სენზიტიური, ანუ მგრძნობიარეა, ხო ეს საკითხი. მაგრამ აი როგორ არ შედიხარ, რომ მას აფიქრებინებ, რომ შენ მას ეთანხმები, თუ უბრალოდ არ ეკამათები. ანუ უსმენ და ხარ შენს შინაგან არ დათანხმებაში. თუ შენ თამაშობ რო შენ ეთანხმები, ხო? აი ხვდებით გრადაციაზეა ლაპარაკი. აი ყველაფერი არის გააჩნია აი სიტყვა გააჩნია სად და გააჩნია როგორ. როცა არ ვეთანხმები გაყინული სახით უსმენ ხოლმე. შეიძლება გაყინულით არ უსმინოს, აი ხა ნახეთ როგორი ყველაფერი ინდივიდუალურია, რომ ვიღაცა გაყინულით უსმენს, ვიღაცა გაგების სახით უყურებს, რომ მე მესმის რომ შენი პოზიციაა. მე ჩემთვის სხვანაირად ვფიქრობ და არაფერს არ ეუბნება. სხვაჩვრის ის ყოველთვის გძნობს ამას, რომ არ ეთანხმებიან, მაგრამ არც ასე ვთქვათ პოლემიკაში არ შედიან. მაგრამ ეს ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა ყოფილა ძალიან ხშირად რაღაც სიმართლისთვის ბრწყალებში დავსჯილვარ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ჩვენი გამოცდილება და ჩვენ ვართ ჩვენი არჩევანი. ჩვენი გამოცდილება არის ჩვენ ხასიათს ეს ჩვენი ხასიათის შტრიხებს ეს ქმნის. თუ მე მიჩვეული ვარ ბავშვობიდან იმას, რომ რამდენ სიმართლეს ვიტყვი, იმდენი შავი დღე მადგება, რაღა თქმევინებს იმ სიმართლეს, ახლა სულელი და ბრიყვი არ უნდა ვიყო, რომ ეგრე გავაგზელო მერეც. და თუ მე გარემოებები მეუბნებიან, რომ თქვი სიმართლე, ჩვენ ბავშვზე ვგულისხმობ, ახლა, იმიტომ მართლა ბავშვობიდან მოვდივართ, ახლა სიცარიელიდან არავინ არ ვართ, ხო? და ეს გამოცდილება ხო არის, რაც ქმნის ნიადაგს, ფუნდამენტს, ეს არის საძირკველი შენობის. რაც იქ ჩადე და როგორც ააშენე, მე ის შენობა ეგრე დგას. კი შეიძლება მე ეგ რემონტები. მაგრამ და სხვა შორის საძირკველის გამაგრებაც, ასე რომ თერაპია ეგეც არის. რომ საძირკველს შეცვლი. ეხლა შეცვლი. თორე ის მაშინ ეგრე იყო აშენებული. ხო, თუ მშობელი ეუბნება ბავშვს, რომ აიცი რა, მოდი შევთანხმდეთ, რომ რაც არ უნდა უხერხული, ცუდი, არასწორი, მცდარი იყოს რაღაც შენი ან აზრი ან მოქმედება, გამიზიარე თქვი. და მერე თუ მშობელი ამას იცავს თორე თუ მას დაავიწყდა რომ ეს შეუთანხმა თავის შვილს და იმან რაღაცა არ ვიცი დაამტრია იქ ისეთი რომელიც მისთვის საყვარელი ნივთი იყო ეხაც ცოტა მესმის რომ ვაპრიმიტიულებ მაგრამ უფრო ადვილია პრიმიტიული მაგალითების განზოგადება და უცბად რაღაცა ან მის ნივთს დაუკითხავად მოკიდა ხელი და დაუკარგა და უყვარს ეს ნივთი ძალიან და აი ეს მოვიდა და გუწფელად გამოუტყდა რომ იცი რა აი შენ ხო მითხარი რომ ჩემი ნივთები არა იყო უკითხავა და მე მაინც ავიღე და დაგიკარგე როგორია რაც უფრო საყვარელია ის ნივთი მიდი დიდი ალბათობით მას დავიწყდება რომ შეუთანხმდა რომ შენ თქვი რაც არის და შეიძლება დააყაროს ქოქოლა ამ ბავშვს და ეს ბავშვი აღარ ენდობა ისე ადვილად ის იტყვის ან შეიძლება არაცნობიერად გაუჩნდება უნდობლობა ან შეიძლება ცნობიერად იტყვის რომ ეგრე არ ყოფილა რა
თურმე თუ ისეთი რამე დამემართა რაც დავისჯები. აბა მოდი მაშინ შევარჩევ, შერჩევითი იყოს სიმართლე. ყველაზე დიდი ღირებულება აქვს გულწრფელობას. კი. ეს არ არის რაღაცა ფილოსოფიური სიბრძნე, აი, თუ ვერ იგებენ. პრაქტიკა არის ესეთი. სხვათა შორის და ის რომ შესწავლილია, რომ ყველაზე მაგრად მუშაობს გულწრფელობა, აი უამრავი ახლა დღეს რასაც ადვილად ნახავს ადამიანი, ხო? რაღაცა ფილმებია, სერიალებია, ოღონდ არ გულისხმობ რაღაც იმისი თურქულ სერიალებს ერთად იქ რა ხდება, რომ რა სამყარო არის ისა და იმ სამყაროში ცხოვრება, და რასაც უყურებთ ჩვენ მერე იქ გმირებთან ვაიგივებთ თავს და იმ სიტუაციებში ჩვენ მოგზაურობთ, გესმის და იქ იმ სიტუაციებში თუ ვართ, სადაც ისა რა ქვია, მუშტი ხელი დაარტყა მაგიდაზე და უკვე ყველა ასე ვთქვათ გამზადებულია, რომ ისო ვიღაცა უფროსმა ავტორიტარულად რაღაცა დიქტატორულად თქვა და უნდა შეასრულო და იქ აზროვნებაც უკვე აღარ მოსულა, ხო? ამას თუ უყურებს იქ ვიღაცა, რომ ეს არის ღირებულება და კიდე იქ არის რაღაცა კულტები, რომ ის რა ქვია დედამთილი რასაც იტყვის ყველა იმას რომ უნდა რაღაცები ისეთები ყოფილა იქ რაღაცა აღმოჩნდა რომ ნუ არ ვიცი საერთოდ განსვლაშია თუ რამე არის ადამიანის ესე იგი პროგრესის ხელშემწყობი. ნუ იცით როგორი მარტივი რამეები არის შესწავლილი, რომ დიქტატურა და ავტორიტარული ადამიანის ავტორიტარულად მართვა არის მისი ინტელექტის კოეფიციენტის დამაქვეითებელი. და აი დიალოგურობა, დემოკრატიულობა, ღიაობა, ურთიერთგაზიარება, აი ეს თანასწორი ურთიერთობები ინტელექტის კოეფიციენტს პირიქით გაზრდის. ყველაფერი, აი თითქმის ყველაფერი შესწავლილია სადავართ 21 საუკუნეში. შეიძლება ეს კითხვები დავსვათ საერთოდ, რომ აი რა ჯობია, რომ ვიღაცის ნათქვამზე იაროს თუ იმ ადამიანმა თვითონ იმსჯელოს და გამოხატოს და ვთქვათ, აი დისკუსიაში, მსჯელობაში, დიალოგში გადაწყდეს რა ჯობს მისთვის და როგორ. იმისი არ იყოს რჩევა მისცა, რომ იმან და გააკეთოს, ხო? და არის ისეთი უკვე ძალიან მაღალი დონის სერიალები, თვითონ აი მხატვრული თვალსაზრისითაც, ესთეტიკის თვალსაზრისითაც, იდეური თვალსაზრისითაც არის რაღაცა ისეთი, რასაც უყურებენ ახლა და იქ, რა ვიცი, ჯილდოებს იღებენ ძალიან განვითარებულ ქვეყნებში. აი იქ ჩვენ ვხედავთ ამას, რომ გულწრფელობა პოლიტიკაშიც მომგებიანია. აი დაიქცა ქვეყანა, არსებობს პოლიტიკაში გულწრფელობა, არა მგონია. აი მე ხა ისეთ რამეს გაგახსენებთ, რომ ეგ კითხვა აღარ იქნება. გახსოვთ ბილ კლინტონის სკანდალი, მონიკა ლევინსკის, სხვა შორის ეგეთ სერიალად გადააქციეს. დამთავრებული იყო მისი პოლიტიკა. საერთოდ მისი პოლიტიკური კარიერას ჰქონდა წერტილი დასმული და გამოვიდა და აღიარა და გულწრფელად თქვა, რომ ხო, დავაშავე. და ბოდიში მოიხადა. იცით მეორე დღეს რეიტინგი სადავარდა მისი? და ეგეთები არის ბევრი. ბევრი არის ესეთი მტკიცებულება. და მტკიცებულება არის ფაქტები და ფაქტები ძალიან ჯიუტია და კითხვის ნიშნები აღარ ჩდება. ძალიან ხშირად მომისმენია ადამიანისთვის, აი საუბრის დროს ისეთ როლებში იჭრება, რაღაცას ყვება, იტყუება და ისეთ როლებში იჭრება, რომ ასე მგონია ადრენალინის გამოყოფს ამითი. ძალიან ხშირად მქონია ესეთ ადამიანებთან შეხება. აი რა ხდება მაგ დროს? უკვე რაღაც ისეთ ჩვევაში აქვს გადასული, სხვანაირად არ შეუძლია და ამით უკვე სიამოვნი თქვით, რომ რაღაც შიშის მომენტი აქვსო. არა, ეს დასაწყისში, მაგრამ როცა ეს უკვე ფანტაზიაშია გადასული. და ის როლში თქვენ თქვით, აი როლში, როლში შესვლა რა არის? ეგ არის, რომ სიამოვნება ალბათ, ხო? ის ესე იგი ხატავს რაღაც თავის ფანტაზიურ რეალობას, იმ ფანტაზიური რეალობის
იმ ფანტაზიაში როგორც სიუჟეტში შედის და რაღაც როლს იღებს, ხო, რომელიც მას ჭირდება. მას ამ ამპლუაში ყოფნა სჭირდება. და იმ ამპლუაში ყოფნა მისთვის რაღაც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას წარმოადგენს. და რა მოთხოვნილება, რა რასაც იტყუება იმისი. მაგალითად თქვათ ვიღაც იკვეხნის, რომ აგერ გორას ფეხს ავკრავ, იქით გორას გადავდგამ, უნდა რომ ძლიერი იყოს, გესმით? მოთხოვნილება აქვს ვერ არის და უნდა რომ ძლიერი იყოს და ის რომ მართლა რაღაც ძლიერებისთვის, აი ძლიერად რომ აგძნობინოს თავი, იმ ნაბიჯებს ვერ დგამს, რაღაცა უშლის ხელს და ამიტომ ფანტაზიებშია. ის გავაკეთე, შევა იმ როლში. მოგიყვებათ თქვენ, როგორ გადადგა მთები. და აი ამ ფანტაზიაში იცით წარმოსახვას რამხელა ძალა აქვს და აი მას იგრძნობს რა. ადრენალინსაც იგრძნობს პროცესში და მერე ენდორფინებს გამოყოფს მისი თავის ტვინი ბედნიერების ჰორმონები როგორია. ხო და აი ამ ფანტაზიაში ისიამოვნებს. ნახეთ ახლა დღეს ტექნოლოგიების ეპოქაა, ხო? და ვირტუალური ურთიერთობები არსებობს. ინტიმური ურთიერთობები ისეთი შეიძლება იქონიოს ვიღაცამ ვირტუალური, რომ მართლა რაც უნდა იმ ურთიერთობებში, რაც არ აქვს ნამდვილში. აი, კარგ სუროგატულ ურთიერთობებს მოიწყობს იქა. ფანტაზია, ხო, ის ხო ნამდვილი არ არის. ვირტუალური სფერო ხო არის ამ გაგებით ფანტაზიური. კი. ხო და იქ მიიღებს იმ კმაყოფილებას. ამაშია საქმე. ჩემთვის რა არის მისაღები? რომ მე ვითომში და ზღაპარში და ფანტაზიაში ვიცხოვრო? ჩემთვის ეს მისაღებია? ხვდებით? ვიღაცისთვის ეს არ არის მისაღები, ვიღაცას უნდა ნამდვილი. აი ხა არის ხო ხშირად გავიგონებთ, რომ რა ეპოქაში ვართ. ხელოვნური ინტელექტი მოსულია უკვე და ისეთ რაღაცეებს, ისეთ დონეზე ახორციელებს, რა დონეზეცა ვეღარ აკეთებს ეს ადამიანი თავის ლიმიტირებული შესაძლებლობები და ცვლის უკვე ადამიანს ინტელექტის დონეზე. კეთილი. სად მივდივართ იცით? ადამიანს აი იმას, ვინც აი ამ ხელოვნურ ინტელექტთან არის და კიდე იქნება უფრო სიღრმისეულ და ფართო კომუნიკაციაში და კონტაქტში. ჩემთვის რა არის მისაღები, რა მინდა მე? ჩემთვის არის ოკეი ის რომ მე მაგალითად მექნება ურთიერთობა, პირადი ურთიერთობა ხელოვნურთან, თუ მე მინდა ნამდვილი. ისე რომ ჩაუყმავდეთ რა საშინელება. იცით რა, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. იმდენ რამეშია დამხმარე და საშინელება იცით სად ხდება? როცა ზღვარგადასულ საკითხებთან გვაქვს შეხება. აი ქართულ ენაში ისევ არის გამოთქმა. ზღვარგადასული არაფერი აქ გეშტალტში თავარი ერთ-ერთი პრინციპი არის საზღვრების. და როდესაც საზღვრებს აჭარბებ, რომელი მხრივაც გინდა. სიკეთე ხო კარგია. რა არის ზღვარგადასული სიკეთე? როცა უკვე გარჩევა აღარ არის და ხშირ შემთხვევაში თუ ეს არის აბსოლუტურად არაგონივრულად და არა ცნობიერად მიმდინარე, მაშინ შეიძლება საზიანო მოქმედებებში გადავიდეს, გესმით? აღარ მინდოდა მე თქვა რომ სიბრიყვე საზიანოა. რომ განურჩეველია. ხო? აი ნებისმიერი რამე პოზიტიურიც კი. თუ უკიდურესობაში გადავიდა, რასაც გეშტალტში პოლარობა ქვია. ეს უკვე საზიანოა. ყოველთვის უნდა დავიცვათ საზღვრები. უნდა საზღვრები დავიცვათ და თუ ადამიანებს გონიათ რომ საზღვრები ეგ არის რომ პირად სივრცეში არ შემოუშვა, მარტო ეგ არ არის. ეგ არის რომ არ გადაამეტო. ყვებაში გადამეტება იწვევს ჭარბწონას, ხო? ალკოჰოლის გადამეტება იწვევს ალკოჰოლიზაციას. რა ვიცი მე
შრომაში გადამეტება ვორკოჰოლიზმს და შრომაზე დამოკიდებულს ხდის ადამიანს. ანუ ნებისმიერი გადამეტება ვთქვათ, უკვე იმაზე დამოკიდებულს ხდის ჩვენ და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს საზღვრები ფრთხილ დამოკიდებულებას გულისხმობს როგორც აქტუალობას, რომ ადამიანი გრძნობდეს. აი გეშტალტში კვება და კვების პროცესი, ღეჭვა, საკვების მიღება, გადაღეჭვა, გადაყლაპვა, ფსიქიკური პროცესების ესე იგი მოდელებად ასე თუ ვიტყვეთ თანამედროვე მაგალითად ნიმუშად რაღაც სიამოვნების პროცესია. და არა მარტო, ნახეთ როგორი რამეა, რომ ადამიანი ვთქვათ, რასაც ეხება, ანუ რასაც პირში უდებენ პირდაპირ ყლაპავს თუ ღეჭავს, ანუ ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ გიდებენ თავში. საკვები პირის ღრუში ხდება, ხო? და ინფორმაცია თავში ხდება. დამაზიანებელია, რასაც თუ თუ არ გადაღეჭე და გადაყლაპე, ხო? იმას ვერ ინელებ მერე და ის გამძიმებს. თუ დაუღეჭავად გადაყლაპულია. რა კაი შედარება. ეს გეშტალტური შედარება და ფრიც პერლსია, მე არა ვარ. ხო, და აქედან გამომდინარე ის რასაც გიდებენ თავში და მიდებენ მეც, მათ შორის, ხო? უნდა გადაიღეჭოს, ნიშნავს უნდა გააზრება მოხდეს. და მარტო გააზრება არ შველის მაგ საქმეს. თუ არ ვიგრძენი მე, ეს რა არის? მაშინ მარტო გონება არის ფროიდი როგორც იტყოდა, აისბერგის წვერია და წყლის ქვეშ იმ აისბერგის წვერით ტიტანიკი ჩაიძირა. იმიტომ რომ იმ წყლის ქვეშ ძალიან დიდი ასე ვთქვათ მოცულობის რამ არის და ეს არის ჩვენი გრძნობები და ემოციები, რომლებსაც ჩვენ ვეღარ ვეკონტაქტებით, ვეღარ ცხად გრძნობთ, თუ ჩვენ მარტო გონებით ვართ. მარტო გონებით წარმართული ადამიანი არის ნევროტიზაციის რისკის მქონე. ამიტომ უნდა გადავღეჭოთ და ისე გადავყლაპოთ. მანიპულაციისგანაც ეს დაგვიცავს. ტყუილებისგან პრევენციასაც ეს მოახდენს, იმიტომ რომ თუ ჩვენ დავაკვირდებით, რას ვგრძნობ ახლა, როდესაც ეს ადამიანი მე ამას და ამას მეუბნება, ორგანიზმი ისეთი ბრძნული მოწყობის მქონეა, რომ გვაგრძნობინებს, რომ რაღაც ისე არ არის. აი ძალიან მაგრად ჭიკჭიკებს რა, მაგრამ რაღაც ისე არ არის. ჩვენ გრძნობთ ყოველთვის იმას, რომ რაღაც ისე არ არის. თეა, ვისაუბრეთ მანიპულაციაზე, ტყუილზე. ეხლა მინდა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე ვისაუბროთ ზუსტად ამ ჭრილში, აი რას გვეტყოდით. ქალის და მამაკაცის ურთიერთობის დროს ხდება ყველაზე დიდი დინამიკა არის ემოციების გაცვლა. რა თქმა უნდა. სადაც ემოციების გაცვლა, იქ ძალიან ხშირად ვაწყდებით ჩვენ და სამწუხაროდ მანიპულაციას. და ტყუილებს. ხო, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მანიპულატორიც იქ ნებით თუ უნებლიეთ იტყუება. კეთილი უფრო მეტად ნებით და შეგნებულად. ხო, მაგრამ ტყუილები ზოგჯერ კიდევ თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, ანა, რომ ადამიანის პატერნია რა, ჩვევა არის, რომ იტყუილება რა, უფრო მეტად იტყუება, იმიტომ რომ ესე მისმა ცხოვრებამ აჩვენა, რომ ესე უფრო ადვილად გავა ფონს, უფრო ადვილად მიიღებს თავისას, უფრო ადვილად დაიმკვიდრებს საკუთარ თავს თავის რეალობაში, ხო? კიდე არის ხოლმე რითაც იმართლებენ, რაციონალიზაცია ქვია ამას ფსიქოანალიზში და გეშტალტში ინტროექტები, ანუ დაუღეჭავად გადაყლაპული გლუკმებია, რომ ესე გაიგო და ესე მიიღო, რომ ესე იგი ტკბილი ტყუილი ჯობს მწარეს სიმართლეს. ჩვენ ძალიან გემოს აღნიშნულ ტერმინებს ხშირად ვხმარობთ, მარტო ჩვენ არა. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით. ხო, და სწორი გამოთქმაა ეგ? იცით რომ აი როგორ შეიძლება გააჩნია, ხო? მაგალითისთვის თუ ადამიანი 900 იქით არის, რომელიც გზაზე დგას და შეიძლება უბრალოდ გზაში რაღაც სერიოზული ინციდენტი მოუვიდეს, თუ მას ეტყვიან რომ ისი ძალიან ძვირფასი ადამიანი აღარ არის ამ ქვეყნად.
ხო არ ჯობს რომ ამ დროს უთხრან შეარბილონ და უთხრან რომ ეს ადამიანი უკვე ძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს იმას რომ ასე ვთქვათ ჩამოვიდეს ისა რომელი ხო არ არის სიმართლე ის უკვე აღარ არის მაგრამ მიახალო ადამიანს თუ გზაზე დგას რომ თან თუ იმასაც გააჩნია რა გზაზე დგას ახლა თუ შტურვალზე თვითფრინავში ის კარგი პილოტი კიდე გააჩნია იმ ადამიანს იქ გული აწუხებს არ აწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ხო და მიახალო ესე რომ იცი რა ესა რა თუ ყველაფერს მართლა გააჩნია და რაღაც აი მეორე ადამიანის მოფრთხილებისთვის შერბილებული სინამდვილე შეიძლება აი სიკეთისთვის გაკეთებული ხო და ეხლა ნახეთ როგორ იყენებენ ამას ყველაფერს რომ თავის კონტექსტი აქვს ამით დავიწყეთ რომ ხშირ შემთხვევაში წყვილის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და ერთი ატყუებს მეორეს და გადაყლაპული აქვს კიდე ეგეთი სტერეოტიპები რომ თავარია ის ვერ მიხვდეს თავარია ის კომფორტში ამყოფო თავარია იმას არაფერი დააკლდეს ეს სიტყვები ფრთოსანი გამონათქვამები ხო არაფერი დააკლდეს მატერიალურად სავარაუდოდ თორე ყველაფერი აკლია იმას გზნობა აკლია რომელიც უკვე აღარ არის ხო მაგაზე მეტი რაღა უნდა დააკლდეს როცა აღარ არის საინტერესო ადამიანი ხო ხო, მაგრამ ნუ აი ეგრე დაუღეჭავათ რო არის გადაყლაპული, იმიტომ რომ იქ მოდელი არის ესეთი. არ ვიცი, მშობლის მოდელია, თუ სხვა ავტორიტეტის მოდელია, ზოგან არის ბაბუის, ზოგან არის რაღაცა მისაბაძად ქცეული, ვთქვათ, სხვა ოჯახის ახლობელი ნათესავის იქ ბიძა ის არის და ესე რა ვიცი დეიდა არის მამიდა არის ხო არ არის ყარმი და გადავტეხო რაღაცას ქესზე ჩვეულებრივად ესე ხდება ვინ არის ის ვის მოდელს იმეორებს ეს ადამიანი რომ რა უჭერს ახლა ხო ეს სადღაც ისუნთქა იმანეს რომ ეს მისაღებია თორე თუ ისუნთქავდა ჟანგბად სადაც ტყვილი მიუღებელია და სიმართლე არის ის სიმართლის ჟანგბად სუნთქავდა მაშინ მას მოწამლავს ტყვილი აი ეგ არის ზუსტად ნებისმიერ ნუ დიდი დოზით ახლა როგორც თქვით თქვენ რაღაც მომენტში გვიწევს პატარ-პატარა ასე ვთქვათ კეთილი ტყუილის თქმა მაგრამ დიდი დოზით უკვე ნამდვილად მოწამლელია და მოგწამლავს ეხა უყურებ მე ესეთი არაჩვეულებრივი გვიან უყურებ ხოლმე udroობის გამო 2013-ში ყოფილა გადაღებული ამერიკული სერიალია თეა ლეონე ჩემ ასე თამაშობს იქ და ქვია სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს თამაშობს ეს გალი და უყურებ და აი პირდაპირ მოდელირებენ აი კარგი ოჯახის, კარგი ურთიერთობების, ცოლქმრული ურთიერთობების, ბავშვებზე ზრუნვის, აი პირდაპირ მოდელებს ქმნიან რა. აი როგორც კარგი მოდელი ლამას ტანსაცმელს რო აჩვენებს და მოგანდობებს, აი ესეთი მოდელებია უკვე თვითონ ურთიერთობრივი რა და ბავშვები მაგალითად როცა დედა წასულია ძალიან მაგალითად ავღანეთშია წასული და ძალიან სარისკო იქ ექსტრემისტებთან ტერორისტებთან უწევს რაღაცა შეხება და რისკის ქვეშ არის და შეთანხმებულები არიან რომ აი ბავშვებს ნუ ეტყვი რომ რისკავ იმიტომ რომ თან გააჩნია ასაკსაც ითვალისწინებენ ხო აი უმცროს უფრთხილდებიან ტყუილია ეხლა რომ ცუდია ეხლა რომ мама არ ეუბნება რომ დედა შეიძლება მართლა ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდეს 14 წლის ბავშვს რო არ ეტყვი ამას სამაგერთ 25 წლისას ეტყვი სამი შვილი ყავთ იქ უბრალოდ მომყავს იცი რა ჩვენ რასაც უყურებთ ეს უკვე ვთქვი და ეხაც გავიმეორებ ჩვენ იმ სამყაროში და იმ სიტუაციაში ვარ მე მეფიქრება ხოლმე მე რეიქაურ სიტუაციებზე და იმდენად ჩემთვის საინტერესოა რომ აი ერთი სული მაქვს რომ აი
ძილის წინ ცოტა დრო მქონდეს რომ უყურო. იმიტომ რომ ჩემთვის ბევრ რამეზე მაფიქრებს, რომ აი ეს როგორია სიმართლე იქ ნაჩვენები ასევე, რომ როგორ წირავენ სახელმწიფო იდეისთვის თავის ღირებულებებს იცით. აი ის სადაც სინდისმა შეიძლება შეხრას ცოცხლად. მაგრამ გადააბიჯებენ, იმიტომ რომ სახელმწიფოს სჭირდება. აი ძალიან საინტერესო ამბებია და ეხლა უბრალოდ გამახსენდა ეს, იმიტომ რომ გუშინ ღამეც უყურე და ეხლა ახლოა დროის თვალსაზრისით. ნუ აი ესეა ყველაფერს გააჩნია, მაგრამ ადამიანები რომლებიც იზრდებიან გარემოში, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი სხვა ვისქცევის მოდელირებას, ვისქცევებსაც ვიშინაგნებთ ჩვენ. პირდაპირ ინტროეცირებას ვახდენთ ესე და თუ ისინი ტყუიან და არაუშავს თან წარმატებულები არიან ამ ტყუილებში დიდი ალბათობით მერე ეს ჩვეულებრივი ამბავი ხდება. და მაინც რეზიუმე ისეთია რომ მაინც ბავშვობიდან მოდის. მაინც არა, ნამდვილად და ბავშვობიდან მოდის, მაგრამ ეს არ არის განაჩენი, ეს არ არის ფატალური, ეს არ არის ბედის წერა. რომელიც სადღაც ჩაიწერა. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება ღვთის ხატად. მას შეუძლია როგორც ღმერთი არის თავისუფალი თავის ნებაში, ადამიანიც ესე თავისუფალია და მე ვარ ჩემი არჩევანის თავისუფლება, რასაც მე ავირჩევ, აუცილებლად გარემოებებიც ხელს შემიწყობენ, ეგრე არ არის რომ მე მარტო ვრჩები იმ ჩემ არჩევანთან. მე თუ ეს გულით და გონებით და გეშტალტურად მთლიან პიროვნული არჩევანია, მე ველშიც ხდება ისეთი რამეები, რომელიც იმ ჩემ ნებას, იმ ჩემ კეთილ იზნებს და კეთილ მიზანშეწონილებას, იმიტომ რომ ბოროტს და სხვაზე თავზე გადასავლელ ნებას ეგრე ადვილად ველი და გარემო არ უწყობს ხელს. თია, უღრმესი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ ჩვენს საუბარში და აუცილებლად გავითვალისწინებ ცხოვრებაში. გეშტალტი გადაარჩენს. კი, კაცობრიობას და სამყაროს. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. მადლობა. თქვენ კი ვინც გვისმინეთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ამიტომ გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.